ერთი ტრაგედიაა, როდესაც ენუქი წინასწარმეტყველს მოიხსენიებთ დიდ წინასწარმეტყველად და არ ვიცით რატომ არის წინასწარმეტყველი და არ გვაქვს მისი წიგნები წაკითხული. და მეორე ტრაგედიაა, რომ წავიკითხავთ და საკუთარი ჭკუის კოლოფობით რომ დავიწყებთ განმარტებას და მედიდურობას და ზუსტად აქ არის ჩასაფრებული ესე იგი აპოკალიფსური გველი თავისი ესე იგი თალმუდისტებით, ეზოთერიკოსებით, მისტიკოსებით, გნოსტიკოსებით, ნუმეროლოგებით და ესე იგი ეზოთერიკოსებით და თუ კი ვინმე დედამ დაწყევლა უბრალოდ ყველა ელოდება იმ მომენტს რომ ჩვენ გავკადნიერდეთ და დავიწყოთ ჩვენი ჭკუის და საკუთარი აზროვნების იმედად ენუქის წიგნების განმარტება და რადგან რბილად მინდა თქვა, რადგან სულიწმინდა ნუგეშინის მცემელია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ჭკვიდან არის გადასული, ამ საგიჟეში უფალმა გამოგვიჩინა მოქმედი მიტროპოლიტი, რუსეთის ეკლესიის მოქმედი მიტროპოლიტი, ეპისკოპოსი, მიტროფან ბადანინი, რომელმაც განმარტა დეტალურად ეს წიგნი, ამ წიგნის სახელს გეუბნებით ახლა. Doi posle apologia knigi inoxa ტაინი ანგელსკავა მირა და აი ამ მის მიერ განმარტებული წიგნის PDF ფაილის მისამართს, რომლიდანაც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, დაურთავ ამ ვიდეოს, ჩამოტვირთეთ და წაიკითხეთ. და ნუ დაუშვებთ იმ შეცდომას, რომ თავარი მიზანი არის თურმე რომ ენუქის წიგნი წავიკითხო და დედა თურმე რას გვიმალავ. ხო? კი ბატონო, ამ წიგნმა გამოიარა მთელი ისტორიული კაცობრიობის, ესე იგი ისტორიული ქარცეცხლი, მაგრამ ინება უფალმა, რომ ესე იგი ამ პაწაწინა საქართველომდეც მოაღწია, ესე იგი სასულიერო პირის მიერ განმარტებულმა წიგნმა. შესაბამისად, როდესაც აი ამ წიგნს ვკითხულობ და ვაპირებ აი ამ წიგნის სხვადასხვა თავების ცალ-ცალკე და მერე ყველასი ერთად პოპულარიზაცია, სანამ ამ საკითხებზე მუშაობ, მინდა რომ მანამდე ჩამოტვირთოთ ეს წიგნი. ამობეჭდოთ, წაიკითხოთ და უბრალოდ კი არ გამოვა რომ მე ამ წიგნს წაგიკითხავ თქვენ, არამედ თქვენაც გექნებათ წაკითხული და ჩემს მიერ უკვე ამ წიგნის სხვადასხვა თავების პოპულარიზაციის პროცესში ჩაერთვებით ძალიან საინტერესო დისკუსიებში. რაც მთავარია არ გავალთ ეკლესიის წიაღიდან და კიდობანიდან. იმიტომ რომ თუ დავიწყებთ საკუთარი თავის იმედად ამ წიგნის განმარტებას, დაიჩეკება 10,000-ობით სექტები და დაიხლიჩება საზოგადოება. შესაბამისად, ამ წიგნის დაწერის მიზანი რა არის? ესე იგი, რას ამბობს თვითონ ხო ენუქი, რატომ დავწერეო, აი რუსულად წაკითხავთ თუ იცით და თუ არ იცით, მე ჩემი სიტყვებით გადაგითარგმნით მოკლედ, რომ Слово благословления Иноха, которыми он благословил избранных и праведных, которые будут жить в день скорби. ესე იგი, ეს წიგნი მიძღვნილი არის იმ 3 წელიწად ნახევარში მცხოვრები რჩეული ერებისათვის. როდესაც ნუგერს ვერ პოულობს ადამიანი, ხო, უდიდესი 3 წელიწად ნახევრიანი დევნა რო დაიწყება, ზუსტად იმ დროს ხო აპირებს, ხო, ესე იგი, ღვთისნებით მოსვლას ელიასთან ერთად და იმ დროს მცხოვრებთათვის დაწერა და ის არის, ესე იგი, დამწერლობის ფუძემდებელი. შესაბამისად, თუ უშუალოდ ენუქის წიგნი გაინტერესებთ, ხო, წინა ვიდეოში ვახსენე, ესე იგი, ეს წიგნი უნდა ნახოთ, ამ წიგნის ლინკი არ მაქვს, მე უშუალოდ ეს წიგნი კი მაქვს, მაგრამ წიგნის ლინკი ვერ მოვიპოვეს. ეს переводзе протоиерея Александра Васильевича Смирнова 1888 год. და ეს წიგნი შემდგომ უკვე გამოიცა 2024 წელს 3000 წალიანი ტირაჟით. ერთი სიტყვით არ დაგტოვეთ შუაწყალში იმ თვალსაზრისით, რომ თქვენი ყურადღება გავამახვილე ენუქის წიგნებზე და ესე იგი, ხო შეიძლება მოიპოვოთ, მაგრამ რომ მოიპოვებთ, აქ კიდევ უფრო მეტი საფრთხე გემუქრებათ, რომ ესე იგი, ან ვიღაცა მისტიკოს, გნოსტიკოს, ეზოთერიკოს, ნუმეროლოგ, თალმუდისტ, სექტანტ და მათასი ჯულის და ჯულის თაღლითების ზეგავლენის ქვეშ რომ არ აღმოჩნდეთ აი ამ დიდი ცნობის მოყარეობის გამო, უკვე გაძლევთ მოქმედი ეპისკოპოსის, მოქმედი მიტროპოლიტის მიტროფან ბადანინის მიერ დეტალურად განმარტებული წიგნის ლინკს, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ. შესაბამისად, როდესაც ვკითხულობ ამ წიგნს, რა, ისეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ აი ეგნატე ბრიანჩანინოვის მსგავსად ახლა ზუსტად ვერ შევადარებ, ხო, მაინც ეგნატე ბრიანჩანინოვია, მაგრამ აი ძალიან კარგი ენი და ძალიან კარგი კალმით აქვს ნაწერი. რაც შეეხება ამ წიგნის ამობეჭდვას, ხო, აი ამ ენუქის წიგნების განმარტების შესახებ მოქმედი მიტროპოლიტის განმარტების ამობეჭდვას 300 გვერდამდე არის. შეგიძლიათ ამობეჭდოთ ნებისმიერ საკანცელერიო მაღაზიაში, სადაც აი ეს პოლიგრაფიული მოწყობილობები აქვს, პრინტერს რომ უძახიან და თითო გვერდის ამობეჭდვა ჯდება დაახლოებით 20 თეთრი. 300 გვერდია ხო, დაახლოებით, ანუ 60 ლარი, მაგრამ თუ ეტყვით რომ წიგნის სახით ამომიბეჭდე ორივე მხრიდან და ესე იგი ყდა გაუკეთეო 60 ლარის ნაცვლად დაგიждდებათ 25 ლარი. დაახლოებით 25 ლარის ბიუჯეტში ჩაჯდებით, რომ ესე იგი ენუქის წიგნებზე შეგექმნათ თან წარმოდგენა,
რაზეა საუბარი და თან სასულიერო პირის მიერ არის გამარტებული, მიტროპოლიტის მიერ არის გამარტებული ეს. იმიტომ გავაკეთე რომ პირველ ვიდეოში ყურადღება გავამახვილე ენუქის წიგნებზე და რადგან გაჩნდა ესე იგი იმის საფრთხე რომ შეიძლებოდა შემოქცეოდათ 1000 გვარის ჯურის ესე იგი ბნელი ძალები შესაბამისად ღვთისმსალობით ესე იგი ვიპოვია ეს წყარო რომელსაც შეგიძლიათ რომელიც მიიჩნიოთ სანდოთ და რომელიც გამოსადეგია ვისთვის რომელი ერებისთვის რჩეული ერებისათვის იმ ესე იგი ბოლო 3 წელიწად ნახევარში როდესაც იქნება ყველაზე დიდი დევნა და სანუგეშოდ სადიდებელად ღვთისა ესე იგი როგორ არის დღეები მოხსენიებული ვდნის ყორბი და ამ დღეებისათვის ესეთი ნუგეში მოგვეცა ღვთის წყალობით ყველას ერთად და ძალსაღებ მადლობა ყურადღებისათვის დაგემშვიდობებით